ჩემი აზრით დიდი ხანია საერთოდ გაუქმებულია როგორც პოლიტიკური პარტიები, ისე პოლიტიკური პროცესი და საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში პოლიტიკოსის სტატუსი გექნება თუ არა, იმიტომ რომ რეჟიმს ეს აღარ აინტერესებს დიდი ხანია, მათ შორის საბოლოოდ ბოლომდე რო გითხრეს რომ აქ ტაბლო ივანიშვილს უჭირავს და თქვენ არავინ არაფერს არ გეკითხებათ რა აზგინა იმას დავწერთ ეს იყო 2024 წლის არჩევნების დროს ამ მოცემულობით აღარც საკრებულოებში, აღარც პარლამენტში აღარ არის ნამდვილი ოპოზიცია, რასაც ქვია იმას წარმოდგენილი. ოპოზიციას ვერ უწოდებ იმ ადამიანებს, ვინც ახლა ივანიშვილის ასე ვთქვათ ბრჭყალებში უправებენ ამ ყველაფერს და იმიტომ დაასხდნენ იქ პარლამენტში და საკრებულოებში, რომ აღარანაირი ფასი არ აქვს პოლიტიკოსად იწოდებით მანდატი გაქვს. ეს იყო ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც მაგალითად ლევან ხაბაიშვილი 2024 წელს პარლამენტის წევრად ითვლებოდა, თუმცა ის გაიტაცეს, მათ შორის გდდ-ს თანამშრომლობა პირდაპირ ეთერში ხდებოდა ეს ყველაფერი, აწამეს, დაასახიჩრეს და ერთი ადამიანი არ არის ამის გამო დასჯილი დღემდე, თუმცა სამაგიეროდ ის არის დაკავებული. ამიტომ ვფიქრობ, ამ ქვეყანაში სანამ დიქტატურა არის, არანაირი აზრი არ აქვს, რომ რაღაცა ილუზიები შევიქმნათ, რომ თითქოს რაღაცა პოლიტიკა არსებობს და რა შეიძლება ამით რომ გააუქმებენ, თქვათ, პარტიებს და თავის რაღაც ქაღალდზე დაიწერენ ამას. პარტიებს გააუქმებენ, რაღაცა ნომერი და ის არ გვექნება ფერი, თუმცა ამით არ შეიძლება ის, რომ ჩვენ ისევ რუსულ მთავრობად ჩავთვლით, არ შეიძლება ის, რომ მე მაგალითად ვიცი, რომ არ აქვს მნიშვნელობა მე პოლიტიკურ პარტიაში ვიქნები, არ ვიქნები, მაინც ვიცი, რომ უნდა ვიბრძოლო. არ ვიცი, შეიძლება არ გვაქვს განსაზღვრული კონკრეტული მეთოდი, იმიტომ რომ პროცესია, მიმდინარე პროცესი არის და წინასწარ ვერ განსაზღვრა მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ სანამ არ იქნებიან ის პოლიტიკური ტყვეები თავისუფალი, სანამ ჩვენი ქვეყანა ამ რუსების ხელში არის, არ უნდა გავჩერდეს. 100,000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, ძალიან მარტივი, მკაფიო მოთხოვნით, ეს იყო მშვიდობიანი რევოლუცია და მშვიდობიანი დამხობა და არ ჭირდება პატარა გამბედაობა ამ ყველაფერს, როდესაც ორგანიზებული არის ზუსტად ამ სლოგანით და ამაზე გამოდიხარ. პირველ რიგში მე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში, ჩემ პირადად ვიძახი, რომ ვერ მოხდა ყველა დათმობის მიუხედავად, მათ შორის იმის მიუხედავად, რაც ჩემმა პარტიამ გააკეთა, რომ ყველანაირ დათმობაზე წავიდა, რომ ერთიანობა ყოფილიყო, ვერ მოხდა ამ პოლიტიკოსების და პარტიების გაერთიანება, იმიტომ რომ სამწუხაროდ არის რეალობა, რომ უდიდეს ნაწილს იმხელა ეგოები აქვს, რომ თავიანთი ეგოები ვერ დააკმაყოფილა ვერაფერმა, მათ შორის ვერც იმან რომ ინიციატივა მათ აიღო და ამის ფონზე მოხდა ის, რაც მოხდა, რომ საზოგადოების გაერთიანება მოხდა, იმიტომ რომ 4 ოქტომბერს ადამიანი იქ იყო ყველა საზოგადოების გაერთიანება და არა კონკრეტულად მაგალითად ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა. სახალხო კრება ჩატარდა 4 ოქტომბერს და ჩემთვის მაგალითად ყველაზე დიდი პატრიოტები და ყველაზე დიდი გამბედაობის მქონე ადამიანები ახლა ციხეში სხედანთ 4 კვირით ადრე დაატყვევეს, მხოლოდ მისი მოწოდებების გამო და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სიტყვის გამო, ანუ სხვა ბრალი მართლა დღემდე არ უწერია ლევან ხაბაიშვილს, რომ ის მხარს უჭერდა ამ აქციას და ის ამბობდა, რომ არ აწამოთ ადამიანები და ამის გამო თქვენ, როდესაც შეიცვლება ხელისუფლება, ამის გამო თქვენ დაჯილდოვდებით, რომ ამის გამო დაატყვევას ადამიანი და დღემდე ყავთ 4 ოქტომბრის შემდეგ საერთოდ რისთვის ის ადამიანი. ასევე აუცილებლად ეს 5 ადამიანი ჩემს თვალში არიან გმირები, გულისხმობ პაატა ბურჯულაძე, ირაკლი ნადირაძე, მურთა ზოდელობა, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე, რომლებმაც ვფიქრობ საზოგადოების დაკვეთა შეასრულეს გარკვეულწილად, როდესაც მოქმედებას ითხოვდნენ ადამიანები, ისინი წავიდნენ, მათ ყველაზე ძვირფასი რაც გააჩნდა, საკუთარი თავისუფლება დათმეს ამ ქვეყნის გადასარჩენად და ვფიქრობ ამას ნელ-ნელა როცა ეს ემოციები რაღაცნაირად დაიწყება, უფრო და უფრო გამოჩნდება და უფრო დააფასებს ადამიანები. ამიტომ როდესაც საუბრობთ რაღაცა ამ ყველაფერზე როგორც გაერთიანებაზე, ვფიქრობ, ერთადერთი გამოსავალი არის საზოგადოების და ხალხის გაერთიანება, რომლისთვისაც მე როგორც ერთი რიგი ადამიანი აქამდეც ყველაფერს ვაკეთებდი და ამის შემდეგაც ყველაფერს გავაკეთებ. ჩემთვის მაგალითად და არ ვფიქრობ, რომ მაინც სუბიექტური ვარ, ობიექტურად ვიტყვი, რომ როდესაც ივანიშვილმა ლევან ხაბაიშვილს დაატყვევა, სწორედ ანუ ლიდერად აღიარა, იმიტომ რომ სხვა არაფერი ქმედება ჯერ მას არ ჰქონდა ჩადენილი. ჩემი აზრით აღიქვეს, იმიტომ რომ მის სიტყვებს ჰქონდა ის ძალა, რამაც ხოთაშორის ის 100,000-ობით ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში.
ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ლიდერი აქამდე იყო ლევან ხაბეიშვილი და ლევან ხაბეიშვილი ყოველთვის ამბობდა, რომ თქვენ იყავით წინ, თქვენ იყავით ლიდერი, თქვენ აიღეთ ინიციატივა, მე შემიძლია ზურგშიც დაგიდგეთ. ამიტომ ახლა ყველაზე დიდი პატრიოტები, ლიდერები, მათ შორის ის ადამიანები, ვინც ჩემი აზრით ახალგაზრდებს და სინდისის პატიმრებს გულისხმობდა იმ პოლიტიკოსებსაც, ვინც ციხეში არიან, სწორედ ეს ადამიანები უნდა იყვნენ მომავალი ხელისუფლების წარმომადგენლები, როდესაც შეიცვლება ეს ხელისუფლება, ჩემი აზრით, იმიტომ რომ მათ აქვთ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაღებული და სამწუხაროდ, ანუ სხვა თვალსაზრისით, ანუ დიქტატურა არის ჩვეულებრივად უზურპატორი ხელისუფლება გვყავს ჩვენ ჩამოყალიბებული, სადაც ანუ ვერსად ვერ იპოვი კანონს, ვერსად ვერ იპოვი სამართალს და ამისი ნათელი მაგალითი არის, რომ ეს ალბათ მათი განმოსახედი უსამართლოა მათამდეც მივიდა, იმიტომ რომ ალბათ ღარიბაშვილზე უკეთესი მონა არ ყოლია არავინ ივანიშვილს და ნუ მასთანაც მივიდა, როდესაც ოღონდ ეს ცხადი არ ხდება მართლა კორუფციის აღკვეთის მიზეზით, იმიტომ რომ ივანიშვილს უნდა რომ ფული მიიტანონ მასთან და შესაბამისად მიაქვთ ეს ფულები და 9 წლიდან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს სხვა შორის ის მუხლი, რაც ღარიბაშვილს მიუყენეს, თუმცა 1 მილიონი გადაიხადა და ის თავისუფალი არის და ერთი რაღაცა უნდა გავიაზროთ. ან ამ ბრძოლას ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ყველანი ერთად ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ან გაფორმდება დიქტატურა, იმიტომ რომ ყველა გზა აქეთკენ მიდის. ამიტომ მე მაგალითად ვაპირებ, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ.